ახლა კი გვექნება ძალიან საინტერესო დამაინტრიგებელი თემა სამკუთხედზე. ვინ ზუსტად იცის რომ სამკუთხედში იმყოფებით ახლა ვისაც რაღაცა ფანტაზიორობთ, მოპატიეთ არ უყუროთ, ხორი მიიზირავთ ამ ნეგატივს. ნახოთ რა ენერგიებში ხართ, დრო ცოტა გვაქვს, შმაგეთ შეპყრობილებით ხართ, გაბრაზებული ხართ, გაცოფებული ხართ. რაღაცა სამართლიანობა მგინდათ იზეიმოს. გინდათ რომ მოყვეთოთ ამ ადამიანს თავი იჩხუბოთ და რასაკეთებთ ამ დროს. იმედ გაცხრებული ზიხართ. თითქოს არც იმჩნევთ რომ მაინც რაღაც ანცუდი ხდება. რაღაცა თავს იკავებთ, შეიძლება გინდათ გამოვაწყოთ ადამიანი დაციუდეთ ან რაღაცა ცუდი მიწევთ, მაგრამ აი რაღაცა თქვენთვის ხართ ესე. მოდით იცით რა თქვნათ. მიხართ თქვენ ამ ადამიანისთვის და ვინ არის ის მესამე. თქვენთან ეხლა მძიმედ გრძნობს თავს და ის ადამიანი ეხლა მზეა სამწუხაროდ. ან შეიძლება მასთან ბავშვი აკავშირებდეს. ყუილი თქვენ გატყუებდათ და ამის გამო ყველაფერი მოხდა. თქვენ სავარაუდოდ აგვერთან გათამაშდება რომ გაიგეთ მესამეს შორის თქვენ არ იცოდით მესამესთან, ანუ მესამესთან დაკავშირებით და მოკალით ყველაფერი. დაასრულეთ, მაგრამ შურისძიების ყურული თითქოს დაგრჩათ. მაგრამ თქვენ არ გაიმარჯვეთ. თქვენ აქ სწორი ადამიანი ხართ მის თვალში. იმისი რომ ეს ყველაფერი დაასრულეთ, ჩემი აზრით ძალიან კარგი გქენით რა თქმა უნდა. და როცა თქვენს გარდა ვიღაცა არსებობს კიდე ადამიანის ცხოვრებაში, იქ არაფრის მტკიცებას აზრი არ აქვს, არავისთან შეჯებს, უნდა გაეცალოთ და თქვენ ძალიან სწორად მოიქეცით და ამით ამაღლით ხოთ შორის ამ ადამიანის თვალშიც. ვინ არის ის? აქ არასრულფასოვანი რესურსების გაცვლა. არის რაღაც ემოციები, აქ ნახეთ ნული არკანი. რა ქვია ამას ქართულად? სულელი. სულელური ზედაპირული ურთიერთობა. სადაც მაინც და მაინც ეს ადამიანი არ იხარჯება. მოდით მაშინ კი ვნახოთ უცებ მოვასწარით რა იქნება თქვენთან. რაღაც შანსი მოუნდება ამ ადამიანს თქვენთან. და თქვენ თითქოს არინაც ადამიანია გაუშვათ, მაგრამ თქვენი პოზიციებიც არინაც გაუშვათ, მაგრამ აქ ეშმაკი გაწვალებთ, თითქოს გინდათ რომ კიდევ ცადოთ. და რა იქნება იმასთან? გაურებული სიტუაცია, კონფლიქტები, დარჩებიან ერთად. სუბუქი ფორმატი აქვს. არაფერი სერიოზული აქ არ იქნება. ძალიან დიდი მადლობა ყველას.